დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ადამიანზე ვსაუბრობთ ჩვენ და ამიტომ სრულიად ბუნებრივია რომ გავიხსენოთ. ადამიანი მზის რიტმზე ორიენტირებული ბიოლოგიური არსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ცვლილება ამ რიტმში აისახება ჩვენს ჯანმრთელობას. ძალიან ხშირად ჩვენ საუბრობთ ხოლმე სადღეღამისო რიტმზე. საუბრობთ წლის განმავლობაში სეზონის ცვლილებასთან ასოცირებულ მდგომარეობებზე და ერთი თვე მეორეს ისე ენაცვლება კალენდარზე, რომ ამას აუცილებლად პასუხობს ჩვენი ორგანიზმი. 2 მარტია ეს იმას ნიშნავს, რომ გაზაფხული მობრძანდა. და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ საქართველოში, როგორც წესი, ლურჯი ასოცირებულია ხოლმე აპრილთან და სიმღერაშიც ასეა. ჩვენ განსხვავებით აპრილისაგან და დამკვიდრებული წარმოდგენისაგან დღეს ლურჯ მარტზე ვსაუბრობთ. თქვენ გახსოვთ, ეს არის კამპანია, რომელიც ყოველთვის ჩვენს გადაცემაში იწყება საქართველოში და როგორც წესი ამ კამპანიას ერთადერთი ამოცანა აქვს. არა უბრალოდ ლურჯის შტრიხები გაჩნდეს ჩვენ სამოში, არა უბრალოდ კონკრეტული სამკერდე ნიშანი გაჩნდეს ჩვენს აღკაზმულობაში, არამედ ეს იყოს თარიღი ცნობადობის ამაღლებისათვის. მარტი არის მონათული როგორც ლურჯი სოლიდარობის ნიშნად, კოლორექტული სიმსივნეების მქონე ადამიანებთან მიმართებაში. რა არის ეს? ჩვენ ამაზე დღეს ვისაუბრებთ, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ამ თემაზე საუბარი საყოველთაოდ, ყოველწლიურად ამ თემასთან დაბრუნება, თუმცა ცნობადობა ყოველთვის ნიშნავს ვიცოდეთ იმაზე მეტი, ვიდრე დღეს ვიცით. კოლორექტული სიმსივნეები, ზოგადად მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული საკითხი ონკოლოგიაში და არა მხოლოდ ონკოლოგიაში, ზოგადად ადამიანის ავადმის მაჩვენებელთა შორის, არადა ეს არის ის პრობლემა, რომელთანაც ჩვენ ცხოვრების წესით და ჩვენი არჩევანითაც შეგვიძლია გარკვეული დისტანცირება. თუ როგორ, ამაზე თანმიმდევრულად დღევანდელი გადაცემის მსვლელობისას შეიტყობთ. როგორც უკვე გითხარით, დღეს ლურჯი მარტი დადგა ჩვენ სტუდიაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ლურჯი მარტის კამპანიაზე ვიწყებთ საუბარს. მე უკვე გითხარით ისიც, რომ ეს არის ტრადიცია, როდესაც ამ თემაზე საუბარი მთელი საქართველოს მასშტაბით სწორედ ჩვენი გადაცემიდან იწყება და იწყება იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ადამიანს ეხება, შეიძლება თავიდან ავიცილოთ ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვართ მეტად ინფორმირებულები, როდესაც ჩვენ მეტ წინდახედულებას გამოვიჩენთ. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ კოლორექტული სიმსივნეების, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ვსაუბრობთ და სხვადასხვა წახნაგს შევეხებით, თუმცა არის ერთი უნივერსალურად საერთო. ყველა ადამიანისთვის საერთო ეს არის პროფილაქტიკა, პრევენცია, თავიდან აცილება და ასეთ შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა, როდესაც დაავადების მართვის შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე არის აღმოჩენილი პრობლემა, მით მეტი შესაძლებლობა გვაქვს ამ პრობლემის წარმატებით გადაჭრის. და ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემის შემჩნევა ჩვენ შეგვიძლია ჯერ კიდევ პრაქტიკულად ჯანმრთელ მდგომარეობაში. დიახ, პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში. წინასწარ შეფასებას, სკრინინგი ჰქვია, არა დაავადებულ, არა სიმპტომების მქონე, არა პრობლემების მქონე, არამედ ჯანმრთელ ადამიანებში. ამიტომ დღევანდელ საუბარს ჩვენ ლოგიკურად სწორედ ამ თემით დავიწყებთ და ჩვენი გადაცემის პირველი ბლოგის სტუმარი გახლავთ ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ქალბატონი ეთერ კიღურაძე. ეთერ დილამშვიდობისა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ არ ვარღვევთ ტრადიციას და ეს კამპანია იწყება ჩვენი გადაცემიდან, ჩვენ ლურჯი მარტის შესახებ საუბრობთ და ახირება არ არის აქ მარტის ლურჯად შეფერო, აქ ლაპარაკია იმ ფერის გამოყენებაზე, რომელიც ადამიანებს ცნობიერების ამაღლებას შეახსენებს და ეს არის ასოციაციური მიდგომა, როდესაც ჩვენ ამ კამპანიასთან დაკავშირებით ვამბობთ, კი, დღეს ვლაპარაკობთ ამ საკითხზე, მაგრამ ამ საკითხის აქტუალობა ნებისმიერ დღეს არის გასათვალისწინებელი. კოლორექტული სიმსივნეები არის თუ არა აქტუალური პრობლემა ჩვენი პოპულაციისთვის, რას აჩვენებს თანამედროვე მონაცემები და რას გულისხმობს ასეთ შემთხვევაში სკრინინგი? კოლორექტული სიმსივნეები
მნიშვნელოვანი გამოწვევა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჯანდაცვის სისტემის. ის ახლად ავტისებიან ახალ წარმონაქმნებში იკავებს მესამე ადგილს. სტატისტიკა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, სერიოზულია ამ კუთხით, რადგანაც ის მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა ისევ. სკრინინგს და საერთოდ პრევენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი დაავადებების თავიდან აცილებაში და შემდეგ სწორად მართვაში. და კოლორექტული კიბო არის ზუსტად იმ დაავადებათა რიგში, ასე ვთქვათ, რომლის თავიდან აცილებაც უმეტეს შემთხვევაში არის შესაძლებელი. იქიდან გამომდინარე, რომ კოლორექტული კიბოს ჩამოყალიბებამდე შესაძლებელია გამოვლინდეს ის პრეკანცერული დაავადებები, ანუ კიბოს წინარე მდგომარეობები, რომლის მართვაც გაცილებით მარტივია და ეფექტურია და თავიდან აგვაცილებს შემდეგ განვითარებას ზუსტად აი ამ დაავადების. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი პრევენციის ეს არის სკრინინგი და ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, რომ ამ კონკრეტული ამ კონკრეტულ სიმსივნესთან მიმართებით გამოვიყენოთ აი ეს მიდგომა და იმის საშუალებაც გვაქვს, რომ უსასყიდლოდ, უფასოდ მივაწოდოთ სერვისები საქართველოს მოქალაქეებს. 50-დან 70 წლის დიახსორდეს მინდოდა მეკითხა, ასაკობრივ ჯგუფს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მაგალითად ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, იქაც კი პრობლემის შესაბამისად არის გაყოფილი, ანუ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს ეხება მეტად ეს პრობლემა. კოლორექტური სიმსივნეების შემთხვევაში არის განსაზღვრული ასევე ასაკობრივი ჯგუფი და თქვენ საუბრობდით, მოდით კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ეს ასაკობრივი ჯგუფი. 50-დან 70 წლის ჩათვლით, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის არის განსაზღვრული ეს კოლორექტული. რატომ არის სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფი და არა მაგალითად 20 წელი, 30 წელი? სტატისტიკურად ყველაზე დიდი გამოვლენის მაჩვენებელი ზუსტად აი ამ ასაკობრივ ჯგუფშია. შესაბამისად, დაავადების ბუნებრივი განვითარების ისტორიას მიყვება ზუსტად ეს კომპონენტების შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების განსაზღვრა. მსხვილი ნაწლავის კიბოც ზუსტად აი ამ ეტაპზე ამ ასაკობრივ ჯგუფში განსაკუთრებით იჩენს ხოლმე თავს. იქ ეს დაკავშირებულია ცხოვრების წესთან, კვებასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას და იმ გარემო ფაქტორებს, რომელიც ზოგადად მოქმედებს აი ადამიანის ორგანიზმზე. როდესაც თქვენ ახსენეთ სკრინინგი 50 წლიდან 70 წლამდე ასაკის ადამიანების ჯგუფში. შეიძლება გაჩნდეს კითხვა 70 წლის შემდეგ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ რაც უფრო მაღალი ასაკი აქვს ადამიანს, მით მაღალია რისკი კოლორექტური სიმსივნეების განვითარების და ამ მოტივით არის გამოყოფილი 50 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორია. მაშინ 70 წელზე რატომ წყდება ეს პროგრამა და რატომ არ ეხებათ 70 წლის ზემოთ ადამიანებს? რა თქმა უნდა, ყველა კომპონენტში და არც გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც კოლორექტული კიბოს სკრინინგია, ასაკობრივი ჯგუფები განსაზღვრულია უფრო მეტად რისკის შემცველი ეტაპების გათვალისწინებით. ეს გულისხმობს იმას, რომ რა თქმა უნდა 50 წლამდეც არის მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევები, ასევე 70 წლის შემდეგაც შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა უდიდესი ნაწილი, მისი დიდი წილი მოდის ზუსტად ამ ასაკობრივ ჯგუფზე და როდესაც ჩვენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე ვსაუბრობთ და ამ გადმოსახედიდან ვსაუბრობთ, ეს კონკრეტული კვლევები ზუსტად ინიშნება იმ პერიოდში, როდესაც ეს ყველაზე დიდი რისკია ამ დაავადების. და ყველაზე მაღალი ალბათობა, ამას გულისხმობთ, რომელიც სტატისტიკას ეყრდნობა. თუ ჩვენ გამოვყავით ასაკობრივი ჯგუფი, ეს მთელ საქართველოს ეხება, მთელი საქართველოს მასშტაბით არის ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი სკრინინგი. მე ამ კითხვას ყოველწლიურად გისვამთ, რატომ იცით, მიუხედავად სკრინინგ პროგრამებისა,
მიმართვიანობის საკითხი ბადებს კითხვას. არადა რამდენი დაავადების თავიდან აცილება შეგვიძლია. ჩვენი გადაცემის ამოცანა, როდესაც დაავადებებზე ვსაუბრობთ, ერთადერთია, არ შეგვეშინდეს დიაგნოზის. არასოდეს დაგვაფრთხოს დიაგნოზმა, რადგან რაც უფრო მეტი ვიცით პრობლემის შესახებ, მით მეტი სამარჯვი გვაქვს ეს პრობლემა ვმართოთ და კიდევ უფრო უკეთესია, როდესაც შეგვიძლია ამ პრობლემების თავიდან აცილება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მიმართვიანობაზე და გავრცელებაზე, ერთი მხრივ თქვენ ბრძანებთ, რომ მთელ საქართველოშია ხელმისაწვდომი. როგორია მიმართვიანობა? იყენებს ხალხი ამ დიაგნოსტიკას? ზოგადად კიბოსკრინინგის პროგრამის ყველა კომპონენტი, მათ შორის კოლორექტული კიბოსკრინინგის სერვისები ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ასევე მთელი რეგიონების მასშტაბით, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით. მიმართვიანობა ზუსტად ის გამოწვევა, რაც დღეს სკრინინგის პროგრამას უდგას. მიუხედავად აი ამდენი კამპანიისა, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებებისა, სხვადასხვა ზუსტად ეს ლურჯი მარტი თუნდაც აი ამისთვის არის თქვათ ესე მოწოდებული, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბრობთ ამ თემაზე. და ჩვენც ყოველწლიურად ვუბრუნდებით ამ თემას რეგულარულად. მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ხელმისაწვდომობაც არსებობს, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მოსახლეობას არ უწევს ამასში ფულის გადახდა. მაინც პრობლემა არის პროგრამაში ჩართულობის მაჩვენებელი. განსაკუთრებით ეს ეხება კოლორექტულ კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს. იქიდან გამომდინარე, რომ ქალები უფრო მეტად აკონტროლებენ, ასე ვთქვათ, თავის ჯანმრთელობას, ალბათ ძუძუსა და საშვილოს ნოსყელის შემთხვევაში და როდესაც საქმე მიდგება იგივე ადამიანი, რომ უნდა მივიდეს და ჩაიტაროს მსხვილი ნაწლავის სკრინინგი, აქ ცოტა პრობლემებს ხედავენ და ეს გარკვეულწილად აი ზუსტად კარგი იქნება, რომ აუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს პირველად იკვლევა არანაირ თქვათ დისკომფორტთან, ტკივილთან, არანაირ მსგავს უხერხულობასთან თუნდაც არ არის დაკავშირებული, ყოველთვის ამასთან ატარებენ ასე ვთქვათ. ჩვენ ამ თემას გავაგრძელებთ რასაკვირველია ეს არის ერთი პირველადი ტესტი, ეს არის მარტივი ტესტი, როდესაც სინჯარა მიაქვს ქალს ან მამაკაც შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისას სახლში და შესაბამის სამეცნიერო პერსონალის დარიგების შესაბამისად ატარებს აი ამ ასე ვთქვათ კვლევას სახლში. შემდეგ ამ სინჯარას აბრუნებს ჩვენს ცენტრში ან ნებისმიერ ცენტრში, სადაც სკრინინგის პროგრამა მოქმედებს და ხდება უკვე ჩვენი სამეცნიერო პერსონალის მიერ ტესტის დასრულება და შედეგის გამოყვანა, ასე ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ეს იმდენად მარტივი პროცედურაა, რომ არ უნდა შეეშინდეთ მოსახლეობას, არ უნდა შეეშინდეს პირიქით. ეს არის საშუალება იმისი, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ რაიმე ცვლილებები თუ არსებობს, რაიმე პათოლოგია თუ არის, რომელიც შემდეგ უფრო მარტივად სამართავია, რა თქმა უნდა, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული დაავადება და მით უმეტეს შორსწასული ფორმები. ძალიან დიდი მადლობა, ეთერ რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვსტუმრობთ ამ თემებთან დაკავშირებით, ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობთ სკრინინგზე, ჯიუტად ვიმეორებთ სკრინინგის აუცილებლობაზე, სხვადასხვა ინფორმაციას და ტესტი, რომელიც თქვენ აღწერეთ, რასაკვირველია, ეს იქნება ასევე საუბრის თემა, ისევე როგორც თვითონ კვლევასთან დაკავშირებული უხერხულობები, დისკომფორტი, რომელიც შეიძლება ადამიანთა უმრავლესობას ამ კვლევასთან ასოცირებული ჰგონია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავუბრუნდებით უკვე სხვა კოლეგებთან ერთად, მაყურებელს უნდა შევახსენოთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლდათ ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ქალბატონი ეთერ კიღურაძე. ხანმოკლე ტიხრის შემდეგ ჩვენ სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს თემაზე ლურჯი მარტი
და მასთან დაკავშირებული კამპანია და რასაკვირველია, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თავად პრობლემაზე. რის აღმოჩენასაც ვცდილობთ, რის თავიდან აცილებასაც ვცდილობთ და რის მართვასაც ვცდილობთ. ლაპარაკია მსხვილი ნაწლავის ონკოლოგიაზე, ლაპარაკია კოლორექტულ სიმსივნეებზე. მე ვისარგებლებ შემთხვევით და გაგახსენებთ, რომ კოლონ ეს არის კოლინჯი, რომელიც მსხვილი ნაწლავის ნაწილია, რექტუმ ეს არის სწორი ნაწლავი, რომელიც ასევე გახლავთ მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთი სეგმენტი. საბოლოო ჯამში ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე. იმ ნაწლავისა, რომელიც პირის ღრუდან იწყება და სწორი ნაწლავით დასრულდება, რომელიც განსაზღვრავს იმას, ვინ ვართ ჩვენ, რომელიც ჩვენი მეორე ტვინია და რომელიც ძალიან ხშირად არის სახელმწიფოში. და ჩვენი მეორე ბლოკის სტუმრები არიან კლინიკური ონკოლოგი ქალბატონი თამარ მელქაძე და ქირურგი ენდოსკოპისტი ბატონი გურამ გურაშვილი. დილამშვიდობისა კოლეგებო. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ქალბატონ ეთერ კიღურაძესთან ერთად უკვე ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამ პრობლემის შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია ცნობადობა ფართო საზოგადოებაში და არა მხოლოდ ადამიანთა ერთ ჯგუფში. რამდენად მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ შესაძლებლობა პრაქტიკულად ჯანმრთელ მდგომარეობაში მივაგნოთ პრობლემას თუ არის ასეთი. და რაც უფრო ადრე მივაგნებთ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ამ პრობლემის ადრეულ ეტაპზე დაძლევის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ გადაცემის სათქმელი არის ყოველთვის დამაიმედებელი. არა იმიტომ, რომ საზოგადოებაში ყავს შეცდომაში, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებას ვეუბნებით მთავარს. ცოდნა არის ჩვენი ინსტრუმენტი. დაავადებას არ უნდა შევხვდეთ შიშით. დაავადების დიაგნოზს არ უნდა შევხვდეთ როგორც გადაუჭრელ საფრთხეს. რაც უფრო მეც ვსწავლობთ ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, მით მეტი ინსტრუმენტია ჩვენს ხელთ იმისათვის, რომ აცილებაც ვისწავლოთ და ამ დაავადების მართვაც ვისწავლოთ და რაც შეეხება თანაცხოვრებას, ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნასთან ერთად. ქალბატონ თამარ, თქვენ უნდა გკითხოთ, როდესაც ჩვენ ყოველწლიურად ლურჯად ვიმოსებით, ლურჯი დეტალები ჩნდება ჩვენს აქსესუარებს შორის, არა იმიტომ რომ პრანჭიკელები ვართ, არამედ იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სოლიდარობა, ეს არის ჩვენი ამოცანა გაიზარდოს ცნობადობა, ფერთან ასოცირებული, ფერის შეხსენებით, ფერით მინიშნებით. თუმცა იმის ხაზგასმითაც რომ ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენ საზოგადოებასაც ეხება და დღეს როგორც ირკვევა ყველა ცივილურ საზოგადოებას ეხება ეს პრობლემა, მსხვილი ნაწლავის კიბო და კოლორექტული კიბო. გეთანხმებით. ჩვენი სტატისტიკა ეთხოვა მსოფლიო სტატისტიკას, მსხვილი ნაწლავის კიბო, კოლორექტული კიბო, თქვენ სწორად აღნიშნეთ, მსხვილი ნაწლავი და სწორი ნაწლავის კიბო ერთად საკმაოდ გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და ონკოლოგიურ გავრცელებულ ნოზოლოგიებს შორის მესამე ადგილი უჭირავს. საქართველოშიც მესამე ადგილი უჭირავს, სიკვდილიანობით მეორე ადგილი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მეც ესე ვფიქრობ, რომ ცოდნა ძალა და სწორედ ეს მგონია, რომ ჩვენი მოწადინებით სწორედ ცნობიერების ამაღლებას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ნებისმიერ საკითხში, იმიტომ რომ როდესაც გარკვეული ხარ საკითხში და როდესაც უფრო ათვიცნობიერებ ყველა ამ საკითხს, უფრო სხვანაირად უდგები თუნდაც იმას, რომ ეს შეიძლება ჩვენ ყველა ადამიანები ვარ და შეიძლება ხვალ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. ანუ ეს პასუხისმგებლობაა ჩვენი, ხო, ჩვენი ჯანმრთელობის. უნდა დავანგრიოთ შიში იმისა, რომ თუნდაც ვიმართოთ სკრინინგ ცენტრებს. მაგრამ ამ შემაშფოთებელ სტატისტიკასთან ერთად იმასაც ვიტყვი, რომ კოლორექტული კიბო ერთ-ერთი ის კიბოა, რომლის პრევენციაც აუცილებლად შესაძლებელია. საქართველოში ჩვენი სტატისტიკით მონაცემებით ყოველწლიურად 1200-1300 შემთხვევა დიაგნოსტირდება. ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება. საკმაოდ მაღალი რიცხვია დამერწმუნეთ, მამაკაცებში უფრო ხშირია ვიდრე ქალებში. და ეს არის ანარეკლი საერთაშორისო არის ანალოგიურია სურათი. აბსოლუტურად და ანუ არც ჩვენთან რაოდენობრივად მეტი არ არის, როგორც არის სტატისტიკა. საშუალო მონაცემი, კი ბატონო, იმას ემთხვევა ჩვენი სტატისტიკა. ერთი კითხვა მაქვს როგორც კლინიკურ ონკოლოგთან.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გულსით ძახვთა დაავადებებზე, ჩვენ ხაზს უსვამთ ხოლმე, რომ ეს არის ლიდერი დაავადებათა შორის, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ეხება. შესაბამისად, არავის უკვირს, რომ რაღაც პრობლემები, რომელიც ყურს მოხვდება ხოლმე ფართო საზოგადოებაში, ხშირად არის გულსით ძახვთა სისტემასთან დაკავშირებით. მსხვილი ნაწლავის ონკოლოგია არ იყო ასეთი დაწინაურებული ამ ჩამონათვალში. თუმცა თქვენ როგორც ბრძანებთ, დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის, როგორ დაწინაურდა მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები და რას უკავშირებს თანამედროვე მედიცინა. ჩვენ ვიცით ამის შესახებ, მოდით საზოგადოებასაც უთხრათ, რატომ აღმოჩნდა ეს იმ დაავადებათა შორის, რომელიც ცივილიზაციის საჩუქრებად განიხილება დღეს. იმიტომ აღმოჩნდა ეს ცივილიზაციის საკუთრებად და ესე დაწინაურდა ეს დაავადება, რომ ჩვენ ვერ მივდევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ალბათ ყოველდღიურებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ის რისკ ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადების განვითარებას უდევს საფუძვლად, ერთ-ერთი არის მაგალითად უმოძრაობა, კვება, არასწორი კვება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პრობლემა სწორედ ამაშია. გარდა ამისა, ის დაავადებები, რომლებიც შეაშინებთ საზოგადოებას, მაგრამ მემკვიდრეობით დაავადებებს, რომლებსაც უფრო სიფხიზლე საჭიროებს, როდესაც მემკვიდრეობაში პაციენტებს ყავთ 50 წლამდე დაავადებული ადამიანები, ეს არის ანუ გენეტიკური წინასწარ-განწყობა. კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი ფაქტორი იმისა, რომ მას განუვითარდეს. თუ ის აუცილებლად დაიცავს უბრალოდ ონკოლოგიური სიფხიზლე მართებს უფრო მეტი და სკრინინგი აუცილებლად. სკრინინგს უნდა მივმართოთ. აი სწორედ ჩვენი პრობლემაც მაგაშია. კი გადმოინაცვლა კოლორექტულმა კიბომ მესამე ადგილზე, მაგრამ სკრინინგში მიმართვა მაინც ძალიან დაბალია და ჩვენი მონაცემით 2-4%-ში ადგას, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში 75% და საერთოდ დაფარვიანობა უნდა იყოს 75%. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ჩვენი გადაცემები აი ამისკენ უნდა იყოს მიმართული. ცნობიერება ავამაღლოთ, რაც უფრო ადრეულად აღმოჩნდება ეს დაავადება, მით უფრო კარგი გამოსავალი აქვს და გამოჯამრთელების შანსი მით უფრო მაღალია. გურამ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია რა ინსტრუმენტები გვაქვს ხელთ, რომ აღმოვაჩინოთ პრობლემა. ჩვენ შევთანხმდით, რომ სკრინინგი ჯანმრთელ ადამიანებს ეხება, პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს და ამ ადამიანებში შესაძლო პრობლემას ვეძებთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ პრობლემას ვეძებთ. შესაძლო პრობლემა შეიძლება გამოიკვეთოს. რა მეთოდები გვაქვს, რა ინსტრუმენტები გვაქვს ამისთვის? ჩვენ გადაცემის პირველ ბლოკში კონკრეტულ ტესტზე მივანიშნეთ, თუმცა მოდით ტესტიც და ენდოსკოპიური კვლევაც ვახსენოთ ამ შემთხვევაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის და გილოცავთ ახალ სტუდიას. მადლობა გურამ. ძალიან კარგი კამპანია და მინდა ჩვენს მოსახლეობას მოუწოდო და განუმარტო, რომ სკრინინგი არ არის საშიში, თქვათ, პრობლემა. სკრინინგის დროს ხდება პროფილაქტიკური გასინჯვა, რა დროსაც ხდება მსხვილ-ნაწლავში არსებული პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა. სკრინინგის პირველი ეტაპი არის კოლოტესტის ჩაბარება. კოლოტესტის ჩაბარების შემთხვევაში თუ კოლოტესტი იქნება დადებითი, პაციენტს ესაჭიროება გაღრმავებული კვლევა. გაღრმავებული კვლევა მოიცავს კოლონოსკოპიური კვლევას. კოლონოსკოპიური კვლევის დროს ხდება მსხვილი ნაწლავის ტოტალური დათვალიერება, როგორც მსხვილი ნაწლავის, ასევე სწორი ნაწლავის. მსხვილი ნაწლავის ლორწოვანში არსებული პათოლოგიური პროცესების შეფასება ხდება კოლონოსკოპიური კვლევის დროს. საჭიროების შემთხვევაში ვახდენთ ბიოპსიური მასალის წარმოებას მორფოლოგიური კვლევისთვის, რათა სწორად განვსაზღვროთ პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. იმ ტესტის ამოცანა რა არის? აი ტესტი, რომელიც არ გულისხმობს ინვაზიას, არ გულისხმობს ჩარევას, არ გულისხმობს ენდოსკოპის გამოყენებას. ტესტი რას გვაძლევს? რას ვაკეთებთ ამ ტესტით? ტესტის საშუალებით ხდება, ასე რომ ვთქვათ, გაცხრილვა იმ პაციენტების, რომლებიც არსებობენ რისკის ქვეშ და შესაძლებელია გქონდეთ მსხვილ-ნაწლავში არსებული პათოლოგიური პროცესები. რის საფუძველზე რა ინფორმაციას ვიღებთ ამითი? ამ შემთხვევაში თუ თქვა ტესტი არის დადებითი, ანუ სისხლის მინარევი, ანუ სისხლის კვალი არის ფარულ სისხლდენაზე არის ტესტი დადებითი, მიუთითებს, რომ მსხვილ ნაწლავში არსებობს პათოლოგიური პროცესი. თუმცა ეს არ მიუთითებს იმას, რომ აუცილებლად მსხვილ ნაწლავში არის ონკოლოგიური დაავადება. ამიტომ თვითონ ტერმინი სკრინინგი ნიშნავს პროფილაქტიკურ გასინჯვას დაავადების განვითარების რისკ ჯგუფში მყოფ პაციენტებში. ამიტომ სკრინინგის ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
აი თქვენ ბრძანეთ რომ ტესტმა შეიძლება გამოავლინოს მაგალითად სისხლდენა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხილული და აშკარა ეს პროცესი არ არის. თქვენ ბრძანეთ ხაზგასმით რომ ფარულ სისხლდენაზე არის ეს ტესტი ორიენტირებული. ტესტის დადებითი მაჩვენებელი ავტომატურად ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ ადამიანს ენდოსკოპიური კვლევა სჭირდება, ან პირიქით ტესტი უარყოფითია და ენდოსკოპიური კვლევა არ დაჭირდება. ასეთი ცალსახაა ეს მინიშნება. სკრინინგში მონაწილეობის ჩართვის კრიტერიუმად თუ პაციენტს კოლოტესტი აქვს დადებითი, ეს საჭიროება გაღრმავებული კვლევა, კოლონოსკოპიური კვლევა. თუმცა მოუწოდებ ჩვენს მოსახლეობას და მინდა იცოდნენ კარგად, რომ დადებითი ტესტის არსებობა არ მიანიშნებს იმას, რომ მას აქვს აუცილებლად მსხვილი ნაწლავის ონკოლოგიური პათოლოგია. ეს მიუთითებს იმას, რომ ეს საჭიროება კოლონოსკოპიური კვლევის ჩატარება. უარყოფითი ტესტი ავტომატურად ათავისუფლებს ამ პასუხისმგებლობისგან, რომ ენდოსკოპია არ უნდა გაიკეთოს ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. ძალიან კარგი კითხვა. სკრინინგის ჩართვის კრიტერიუმში, თქვათ, სკრინინგულად რომ კოლონოსკოპიური კვლევა ჩაიტაროს პაციენტმა, ეს საჭიროება რომ კონდეს კოლოტესტი დადებითი. მაგრამ თუ პაციენტს აქვს გენეტიკური წინასწარ-განწყობა ან ონკოლოგიური პათოლოგიით იყო დაავადებული პირველი რიგის ნათესავები, დედმამიშვილები, მშობლები და ძმა. ანუ რისკის ჯგუფს განეკუთვნება, არ უნდა დაელოდოს არც სასკრინინგო ასაკს. მინდა შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ სკრინინგული კვლევა ტარდება ჩვენს ქვეყანაში 50 წლიდან 70 წლამდე მოსახლეობაში, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში, თუმცა თუ არსებობს და არის პაციენტი რისკის ქვეშ და ჩაიტარა კოლოტესტი და აქვს უარყოფითი პასუხი, არ უნდა დაელოდოს სასკრინინგო ასაკს. მაგალითად, 50 წლიდან იწყება სკრინინგული კვლევა პროფილაქტიკურად, არ ელოდება რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები და დაახლოებით 10 წლით ადრე იწყებს რეგულარულ სკრინინგს. გააჩნია გენეტიკურად რა დაავადებასთან ჰქონდა საქმე მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ეს იქნება წყლოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ოჯახური ადენომატოზური პოლიპი. იმის დამიხედვით, თქვათ, ანამნეზში თუ ჩავეკითხებით ჩვენს პაციენტს, უფრო დეტალურად განსაზღვრად რა ასაკიდან უნდა მოხდეს კონკრეტულ პაციენტთან აღნიშნული კვლევის ჩატარება. თამარ, როდესაც დავსვით დიაგნოზი, უბრალოდ აღმოვაჩინეთ ან ვერ აღმოვაჩინეთ პრობლემა. აქ ორი გზაა, ვერ აღმოვაჩინეთ პრობლემა, ადამიანი ბედნიერი მიდის სახლში, აღმოვაჩინეთ პრობლემა, ჩვენ და შევთანხმდეთ, რომ არა შეშინებული და დამფრთხალი, არამედ დაფიქრებული არის მედპერსონალი, რომ ამ ადამიანს სწორად შეურჩიოს ნაბიჯები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გადაიჭრას პრობლემა. რას აკეთებს? თქვენ რას ურჩევთ? ამის მერე სად მიდის? როგორ აგრძელებს გზას? ნუ პირველ რიგში ისევ რისკ ფაქტორებს დაუბრუნდები და ჩამოვთვლი, რომ სიმსუქნე, უმოძრაობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კრონის დაავადება, მემკვიდრული პოლიპოზი და ასე შემდეგ, ყველა ეს დაავადება უფრო ფხიზლად უნდა იყოს და უფრო ხშირად მიმართოს სკრინინგ ცენტრებს. რაც შეეხება თვითონ დამეთანხმება ბატონი გურამი, რომ მისი კოლონოსკოპიის დროსაც აქვს პოლიპოზის დროსაც შეიძლება იყოს ფარული სისხლდენაზე დადებითი ნამდვილად ეს არ უნდა იყოს შიში იმისა, რომ თუ ფარული სისხლდენა დადებითია, აუცილებლად ონკოლოგიური დაავადება, აუცილებლად უნდა გაიკეთონ კოლონოსკოპია, იმიტომ რომ შანსი იმისა, რომ რა დაავადება აქვს, გაარკვიოს. თუ პოლიპი არის 1 სანტიმეტრზე მეტი, 3 პოლიპზე მეტია, თვითონ ენდოსკოპისტებიც ურჩევენ, რომ უფრო ადრე გაიმეოროს შემდგომი კოლონოსკოპია. ამით საერთოდ შეუძლია თავიდან აიცილოს კოლორექტული სიმსივნე. ხოლო რაც შეეხება თუ კი დაავადება აღმოჩნდა, იმიტომ აქვს სკრინინგს ძალიან დიდი ძალა და მნიშვნელობა, რომ პირველ სტადიაზე აღმოჩენილი კიბო და მეოთხე სტადიაზე აღმოჩენილი კიბო, რა თქმა უნდა, თავის მკურნალობის მეთოდებითაც და გადარჩენადობითაც ძალიან განსხვავებულია. ის რომ პაციენტს ჩივილები არის ძალიან ისეთი, როგორ ვთქვათ, ჩუმი, დუნე, შეიძლება არც მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, იმიტომ რომ აი დისკომფორტი მუცლის არეში, ყაბზობა, ფაღარათი, ამათი მონაცვლეობა, შებერილობა, თითქოს დეფეკაციის ბოლომდე დაუსრულებლობა, საერთო სისუსტე. აი ალბათ პირველი ყურადღება, მაინც ჩვენ ორგანიზმს უნდა მოვუსმინოთ. საერთო სისუსტე
და წონაში უმიზეზო კლება. ალბათ ეს არის ყველაზე ის ნიშნები, მაგრამ აქამდე რომ მიდის უკვე ადამიანი, ანუ სიმპტომატიკა როცა გამომჟღავნდება, ალბათ უკვე დაგვიანებულია. Რა თქმა უნდა, ჯობია ყველანაირი სიმპტომების აღმოჩენამდე იქნეს დაავადება აღმოჩენილი. რაც შეეხება უკვე დაავადებას, როცა დაისმება დიაგნოზი, როდესაც მორფოლოგიურად მოგვივა, რომ ეს არის ყველაზე ხშირი არის ადენოკარცინომები, უფრო ნაკლებად გვხდება კარცინოიდი, არაეპითელური სიმსივნეები, ლიმფომები და სარკომა. ყველაზე ხშირი მაინც ადენოკარცინომაა და ამ დიაგნოზის დასმის შემდგომ ჩვენ უკვე როცა ჩვენთან მოდის კლინიკურ ონკოლოგთან პაციენტი, ვაკეთებთ სრულ გამოკვლევას, ანუ ერთი კიდევ ის დადებითი აქვს კოლორექტულ სიმსივნეებს, საკმაოდ ნელამზარდი სიმსივნეებია და ის პოლიპებიდან წარმოიქმნება, ამიტომ რამდენიმე წელი მაინც ჭირდება და თუ ამ სკრინინგის იტარებს პაციენტი, ამასაც აცდება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კი განვითარდა ეს დაავადება, პირველ სტადიაზე გადარჩენადობა არის 99%, ეს ძალიან მაღალია და ამასთანავე ოქროს სტანდარტი კოლორექტული სიმსივნეების მკურნალობაში არის ქირურგია და ამიტომ ქირურგიული მკურნალობის გარდა მას სხვა მკურნალობა არ დაჭირდება. მეორე სტადიაში გააჩნია მორფოლოგიურ ვარიანტს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში აქაც ოქროს სტანდარტი ქირურგია და გადარჩენადობა 85%-ია. მესამე სტადიაში უკვე როცა ნაცლავის რამდენიმე შრე აქვს დაკავებული სიმსივნეს და არ არის გავრცელებული ლიმფოგენურად, აქაც ოქროს სტანდარტი არის, რა თქმა უნდა, ქირურგია, მაგრამ მას შემდგომ ჭირდება დამატებითი მკურნალობები. ხოლო მეოთხე სტადიაში გადარჩენადობა, მესამე სტადიაში გადარჩენადობა დაახლოებით 65%-ია და მეოთხე სტადიაში რაც შეეხება, უკვე მხოლოდ კლინიკური ონკოლოგის სამკურნალოა, იმიტომ რომ ჭირდება ქიმიოთერაპია, სხეული თერაპია, სამიზნე თერაპია და იმუნოთერაპია, მაგრამ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა იმით, რომ მეოთხე სტადიაშიც კი ეს დაავადება ძალიან კარგი სამართავია, ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, უნიკალურია და მას ეხლა ონკოლოგია ყველაზე სწრაფად განვითარებადი მეცნიერებაა ერთ-ერთი, იმიტომ რომ პერსონალიზირებული მედიცინა გადმოდის პირველ მასზე ხაზად მკურნალობის, ამიტომ მას შეერჩევა თავისი ინდივიდუალური მკურნალობა და რაც მთავარია, ასეთი პაციენტების მართვა ხდება ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ონკოლოგიაში. როდესაც ჩვენ შევთანხმდით, რომ საუბარი არის ცნობიერების სასამაღლებლად, ცოდნის გასახმარებლად და არა იმისთვის, რომ განაჩენად ან საფრთხეთ და შიშად აღვიქვას, ჩვენ და აუცილებლად შევეხოთ საუბრის ბოლოს, რატომ ეშინიათ ადამიანებს სკრინინგის, მაინც და მაინც სწორედ კოლორექტული სიმსივნეების რისკის შეფასებისას. რა მეთოდია ასეთი ეს ენდოსკოპიური, რომ ადამიანები უარს ამბობენ ამ შესაძლებლობაზე მხოლოდ და მხოლოდ უხერხულობის და დისკომფორტის გამო. მართლაც ეს არის წამყვანი ფაქტორი იმისთვის, რომ მაგალითად საზოგადოება აირიდოს თავიდან ასეთი ტიპის კვლევა. ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი არის აღნიშნული კვლევის ჩატარება, რომელიც გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, თუმცა ამ დისკომფორტის გადალახვა შესაძლებელია სწორი ნაწლავიდან ტარდება ეს კვლევა და ამიტომ აღნიშნული დისკომფორტის გადაჭრა შესაძლებელია ხანმოკლე ანესთეზიის საშუალებით, რა დროსაც აღნიშნულ დისკომფორტს პაციენტი საერთოდ ვერ განიცდის. მეორე არის ეს ზოგადი პრობლემაა, როგორც საქართველოს მოსახლეობის, ალბათ ასევე მთელ მსოფლიოში მოსახლეობის, რომ წინასწარ რომ გაიგოს, რომ თქვა თუნდაც აქვს ონკოლოგიური, პათოლოგიური პროცესი, ვაიმე რა მეშველება, ან რა უნდა გავაკეთოთ. თუმცა ზუსტად მანდ უშვებენ შეცდომას მთელ მსოფლიოში არსებული მოსახლეობა, რომ დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის წარმატებულად დასრულების შანსი უფრო მაღალია. ქალბატონ თამარმაც აღნიშნა და სტატისტიკურადაც გითხრა პროცენტული მაჩვენებლები, რომ რომელი სტადიის დროს რამდენად მაღალია სიცოცხლის, თქვა 5 წლიანი სიცოცხლის ზღვარის გადალახვის ალბათობა. ამიტომ მე მოუწოდებ მაინც ჩვენს მოსახლეობას, რომ აღნიშნული დისკომფორტი გადალახონ, იმიტომ რომ სიცოცხლე იმდენად მნიშვნელოვანი და ფასეულია, რომ აღნიშნული კვლევის დისკომფორტი არანაირ უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ძალიან დიდი მადლობა კოლეგებო. დღევანდელი გადაცემა და ყველა ის გადაცემა, რომელიც ცნობადობას ემსახურება, არის ხოლმე გამონაკლისი. ჩვენს გადაცემაში მაყურებელი არ არის მიჩვეული, ჩვენ გაუთავებლად ვისაუბროთ იმაზე, რომ მოვუწოდებთ, ვურჩევთ, დაჟინებით ვთხოვთ, როდესაც სკრინინგზე ვლაპარაკობთ, როდესაც ცნობადობის ამაღლებაზე საუბრობთ, ძალიან ხშირად ვიყენებთ კოლეგები ამ ფრაზებს. რატომ? იმიტომ რომ
ეს არის კარგი შესაძლებლობა პრობლემების თავიდან ასაცილებლად და ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა რისკ ჯგუფის მქონე ადამიანებისათვის უამრავი თავსატეხი იყოს წინასწარ განსაზღვრული და რაც თავარია კონტროლირებული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ შევთანხმდით, რომ ადრე აღმოჩენილი პრობლემების მართვა შეუდარებლად მარტივია და თითქმის 100%-მდე არის, თქვენ 99% დაასახელეთ, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, მით უფრო ჩვენ ვლაპარაკობთ სიცოცხლის შენარჩუნებაზეც და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაზეც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები ბრძანდებოდნენ. კლინიკური ონკოლოგი ქალბატონი თამარ მელქაძე და ქირურგი ენდოსკოპისტი ბატონი გურამ გურაშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი, როგორც კვებითი რეკომენდაციების სიმბოლო. თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ბლოკი, რომელიც ყოველდღიურად მეორდება გადაცემებში და ეს ხდება წლების მანძილზე. თებში, რომელიც 2011 წლიდან იქცა რაციონალური, დაბალანსებული, ჯანსაღი წესიერი კვების სიმბოლოდ და რომელიც გულისხმობს დღიური რაციონის, ანუ დღიური კვების ისეთ გადანაწილებას, სადაც სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილია, ხოლო მეორე ნახევარი მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მხოლოდ თებში ჩანს ჩვენს დიდ ეკრანზე, თქვენ იცით, რომ აქ სულ ცოტა 5 კომპონენტია ნაგულისხმობი, უпростоრად 5 ჯგუფის, 5 ფერის პროდუქტები, სულ ცოტა და კიდევ უფრო უკეთესია ცისარტყელა თებში. ეს არის ზოგადი რეკომენდაცია, მაგრამ ეს რეკომენდაცია შეიძლება არ იყოს ზოგადად საკმარისი იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ რა რისკები აქვს თანამედროვე კაცობრიობას, როდესაც საკვებსა და სიმსივნეებზე ვლაპარაკობთ. განსაკუთრებით, როდესაც ვლაპარაკობთ მსხვილი ნაწლავის სიმსივნეზე და ვსაუბრობთ ეგრეთ წოდებულ კოლორექტულ სიმსივნეზე. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ონკოლოგიურ წარმონაქმნებზე, ონკოლოგიურ პრობლემებზე, კოლინჯის, სწორი ნაწლავის მიდამოში და ამ პროცესებთან თანმხლებ სხვადასხვა მოვლენას ვითვალისწინებთ. რა შექმნა თანამედროვე ადამიანმა? თანამედროვე ადამიანმა უამრავი რამ შექმნა და მათ შორის შექმნა ლიფტი, ავტომობილი, შექმნა უამრავი საშუალება იმისთვის, რომ ნაკლებად იმოძრაოს. რა შექმნა ადამიანმა? კიდევ ერთხელ დავსვამ ამ კითხვას და ვიტყვით საპასუხოდ, რომ ადამიანმა შექმნა ეკრანები და ცხოვრება ამ ეკრანებთან. აქ მარტო ტელევიზორი არ იგულისხმება, ჩვენ უკვე დიდი ხანია გავიარეთ ეგრეთ წოდებული ცისფერი ეკრანის ფაზა, რომელიც გასულ საუკუნეში იყო აქტუალური. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ჩვენს სახესთან ძალიან მოახლოებულ ცისფერ ეკრანებზე, ანუ იგივე ცისფერი ნათებით, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ სამყაროს დატეულს ამ ეკრანზე. შესაბამისად, ადამიანმა ისწავლა ეკრანებთან ცხოვრება და ეკრანების გარეშე უკვე წარმოუდგენელია ცხოვრება. რა შექმნა კაცობრიობამ? რა შექმნა ადამიანმა? ადამიანმა შექმნა კვების ისეთი მოდელები და ისეთი პროდუქტები, რომელიც მრავალჯერადად არის ტექნოლოგიურად დამუშავებული, გამდიდრებულია უამრავი უჩვეულო პროდუქტით, არის ხელოვნურად გამყარებული ცხიმებით დატვირთული, არის სხვადასხვა არარსებული სამყაროში და ჩვენი ორგანიზმისათვის უცხო პროდუქტებით გაჯერებული. მაშინ, როდესაც ბევრია მასში კალორია და ძალიან ცოტაა საკვები ნივთიერება. მე შემიძლია ამ მიმართულებით ჩამონათვალი გავაგრძელო და პრაქტიკულად ჩვენი დღევანდელი გადაცემა ამას არ ეყოფ არათუ კვების ბლოკი, მაგრამ თუ ჩვენ შევაჯამებთ რამდენიმე საკითხს, მაშინ აუცილებლად ვიტყვით, რომ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი ადამიანისათვის უკვე ტვირთია. კვებითი ჩვევები, კვებითი მოდელები, კვებითი ქცევები, რომელიც ცივილიზაცია მოიტანა, ადამიანისთვის ტვირთია. ამ ურთიერთშეხამებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მაშინ, როდესაც ჩვენ ვერ ვახერხებთ სტაბილური წონის შენარჩუნებას ჩვენი ცხოვრების წესის გამო. ჩვენ ვერ ვახერხებთ ადეკვატურ ფიზიკურ აქტივობას ჩვენი ყოველდღიური რუტინის გამო. როდესაც ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი ძილი
კვება, ფიზიკური აქტივობა, ან ცხოვრების წესის სხვა ფაქტორები რიტმულად, დროშის შეხამებულად გადავანაწილოთ და ეს ყველაფერი შევუხამოთ ჩვენს ბიოლოგიურ საათს და ბიოლოგიურ რიტმს, ზის რიტმზე ორიენტირებულ ჩვენს ყოველდღიურობას, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ჩვენ ვერ ვახერხებთ საკუთარი თავი დავიცვათ ცდუნებებისაგან და საკუთარი თავი ადეკვატურად მოვამარაგოთ აუცილებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ატომით, რომელიც ერთ მოლეკულას ქმნის. ეს გახლავთ წყალი. ეს არის სიცოცხლის სათავე და ყველგან, სადაც ადამიანი სიცოცხლის ეძებს პირველ რიგში წყალს. თანამედროვე ადამიანი არაჰიდრატირებულია, მას არ აქვს საკმარისი რაოდენობით წყალი. თანამედროვე ადამიანი ვერ უმკლავდება ცდუნებას მავნე ჩვევებთან დაკავშირებით, ვერ ახერხებს ალკოჰოლთან დაკავშირებით რაციონალურად მის მოხმარებას. ვერ ახერხებს უარი თქვას პროცესირებულ, დამუშავებულ, მლაშე, სუნელებით უხვად შეკაზმულ პროდუქტებზე, ისევე როგორც შაქრით დატვირთულ პროდუქტებზე, ან სხვადასხვა ცხიმით დატვირთულ პროდუქტებზე უარის თქმას. ვერ ახერხებს ადამიანი, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის საგემოვნო უპირატესობა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის რუტინა, ხელმისაწვდომი, ადვილად მოსახმარებელი საკვების გამოყენებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მთავარი საკითხი. მე უკვე ვთქვი, ჩვენ ვერ ვახერხებთ ფიზიკურ აქტივობას საკმარისად, ვერ ვახერხებთ წონის შენარჩუნებას, ვერ ვინარჩუნებთ ბიოლოგიურ საათთან სინქრონიზებულ და ჰარმონიაში მყოფ ყოველდღიურ რიტმს. არ ვართ საკმარისად წყლის მომარაგებული და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა თანამედროვე კაცობრიობისთვის, რომელსაც კვების მოდელში ვერ უმკლავდებით. ეს გახლავთ ჩვენი შუქნიშანი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხილსა და ბოსტნეულში, უხეშად დაფქულ მარცვლეულში გაფანტულ მცენარეულ ბოჭკოზე. ხორცში არ არის მცენარეული ბოჭკო, კვერცხში არ არის მცენარეული ბოჭკო, ფრინველის ხორცში არ არის მცენარეული ბოჭკო, არც ძეხვში, სოსისში და მსგავს პროდუქტებში არის მცენარეული ბოჭკო. მცენარეული ბოჭკო არის ბოსტნეულში, ხილში, უხეშად დაფქული მარცვლეულის შემადგენლობაში. და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ვლაპარაკობთ ონკოლოგიურ რისკებზე და განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტულ მოდელებზე. ჩვენ შეგვიძლია თუ არა დღეს ვილაპარაკოთ რომელიმე დიეტაზე, რომელიც ონკორისკებს თავიდან აგვაცილებს და კოლორექტულ სიმსივნეს აგვაცილებს. კოლორექტული სიმსივნეების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყველა ის ფაქტორი, 5 ფაქტორი, რომელიც მე ჩამოთვალეთ და დამატებით იმის გათვალისწინება, რასაც ახლა სლაიდების სახით ეკრანზე ვხედავთ. ეს გახლავთ 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტები, რომელიც ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, სადაც გათვალისწინებულია, როგორც უკვე ვიცით, ბოსტნეული, ხილი, როგორც რაციონის ნახევარი და მეორე ნახევარი, როგორც აუცილებელი შემადგენელი, მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად. საგანგებოდ, ცალკე ჯგუფად გამოიკვეთება ხოლმე რძის ნაწარმი. ბავშვთა პოპულაციაში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. მაგრამ არის თუ არა ეს მოდელი საკმარისი იმისათვის, რომ ის ვაღიაროთ როგორც უნივერსალური, თუნდაც ონკოლოგიური დაავადებების დროს, თუნდაც კოლორექტური სიმსივნეების დროს. როდესაც ამაზე მუშაობდნენ ამერიკელი მეცნიერები, ისინი მივიდნენ ახალ თეფშთან და სწორედ ასე გამოიყურება ახალი ამერიკული თეფში. რას ნიშნავს ახალი ამერიკული თეფში? მხოლოდ ამერიკისთვის განკუთვნილი და მხოლოდ ყველა შემთხვევაში უნივერსალური არა. ეს არის მოდელი, რომელიც ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტმა შეიმუშავა და რომელიც ორიენტირებულია სწორედ ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად. როდესაც ჩვენ ამ კვების მოდელზე საუბრობდით, თავარი პრინციპი გაგახსენებთ, მაშინ მე ავხსენი, ეს არის 2/3 1/3-თან. 2/3 აერთიანებს სწორედ ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულ ბურღულეულს. 1/3 ეს არის ცილოვანი კომპონენტი, განსაკუთრებით ცხოველურ ცილაზე არის ყურადღება გასამახვილებელი, როგორ უნდა შევარჩიოთ, რა სახით შევარჩიოთ, რა ფორმით შევთავაზოთ ჩვენს ორგანიზმს, იმიტომ რომ ონკორისკი შევამციროთ და მათ შორის კოლორექტული სიმსივნეების. კოლორექტული სიმსივნეები არის ზუსტად იმ კატეგორიის სიმსივნე, სადაც განსაკუთრებით მუშაობს ცხიმის დაგროვება ორგანიზმში, ანუ ჭარბიწონა და სიმსუქნე, ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი და მთავარი ინსტრუმენტი, ეს გახლავთ მცენარეული ბოჭკოს ნაკლებობა. აი ამ კვების მოდელში ორივე შემთხვევაში ხაზგასმულია მცენარეული ბოჭკოს როლი, დიდი რაოდენობით მცენარეული ჯგუფის პროდუქტების ჩართულობა და მაშინ ისმის კითხვა, რატომ გახდა საჭირო
ახალი მოდელის შემუშავება სწორედ ონკოლოგიური რისკების თავიდან ასაცილებლად. იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად იყოს ეს აუცილებლობა ჩართული კვების რაციონში, მეტი მცენარეული ბოჭკო, მეტი მცენარეული პროდუქტები, მეტი წილი ყოველდღიურ რაციონში აი ამ ბუნებრივ პროდუქტებს, რაც მთავარია წონის კონტროლით, მცენარეული ბოჭკოს კონტროლით და არა მარტო თანაფარდობის, არამედ ულუფის მკაცრი კონტროლით. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ აი ამ კვების მოდელებს ვითვალისწინებთ, განსაკუთრებული დატვირთვა აი ამ ონკორისკების თავიდან ამაცილებელ მოდელში ენიჭება ცხოველური წარმოშობის ცილას. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მაგალითად ტრადიციულ თეფშზე, ცილოვან კომპონენტში იქ მცენარეული წყაროც არის და ცხოველური წარმოშობის წყაროც, რომელშიც ასევე განიხილება წითელი მჭლე ხორცი. მოდით ვნახოთ ახლა შემდეგი სლაიდები, რომელიც თანამედროვე მიდგომას და რისკების თანამედროვე კლასიფიკაციას უკავშირდება. ეს გახლავთ ძეხვი, სოსისი, შებოლილი ხორცი, ანუ პროცესირებული ხორცი, ბეკონი, როგორც ამბობენ ხოლმე, ლორი, შაშხი და ასე შემდეგ. ეს არის პროდუქტები, რომელიც ძალიან ბევრ თქვენგანს უყვარს. ძალიან ბევრი ოჯახის ყოველდღიური რაციონის შემადგენელია და იმედი არ გამიწყრებით თუ ამ ინფორმაციას მიუხედავად ამისა გაგიზიარებთ. თანამედროვე მედიცინა მიიღო გადაწყვეტილება და როდესაც ონკოლოგიური რისკების შეფასებისას გამოიკვეთა კლასიფიკაცია, ყველაზე მაღალი რისკის პროდუქტები აღმოჩნდა პირველი ჯგუფის ონკო რისკების მქონე, ასე ვთქვათ, ფაქტორებში და ეს არის ის ფაქტორები, რომელიც დანამდვილებით, დასაბუთებით დადასტურებით იწვევს კიბოს. ვიცით რომ ნამდვილად კოლორექტული კიბოს ხელშემწყობი და მისი განვითარების ერთ-ერთი მიზეზი არის პროცესირებული წითელი ხორცი. და თუ ჩვენ მოდით დავაბრუნოთ ის სლაიდი თუ შეიძლება, როდესაც პროცესირებულ წითელ ხორცზე ვსაუბრობთ, სწორედ აი ასეთი პროდუქტები, ბევრისთვის საყვარელი პროდუქტი არის კიბოს რისკის მქონე ცალსახად ის გამომწვევად განიხილება, არა პოტენციის მქონედ, არამედ გამომწვევად, ამიტომ მოხდა პირველ ჯგუფში ონკოლოგიური ფაქტორების. და შემდეგი გახლავთ მაგალითად შედარება. მოდით შევადაროთ ორი ნახევარი ამ სლაიდისა. პირველი ნახევარი ეს არის წითელი ხორცი საკუთრივ, სხვადასხვა წესით დამუშავებული იქნება ეს ფარშირებული, შემწვარი თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ის პროცესირებულში გადის შემწვარი ხორცი, მაგრამ საკუთრივ წითელი ხორცი არ არის პირველი კატეგორიის რისკის მქონე, ის არის მეორე ჯგუფში ონკოლოგიური ფაქტორების, ეს მეორე A ჯგუფში, რაც იმას ნიშნავს, რომ დიახ, მას აქვს უდიდესი პოტენციალი გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადება, ხელი შეუწყოს ონკოლოგიური დაავადების განვითარებას. თუმცა ის არ არის ცალსახად ერთადერთი მიზეზი ონკოლოგიური დაავადების. ანუ რა განსხვავებაა პირველ ჯგუფსა და მეორე ჯგუფის A პროდუქტ შორის, როდესაც ვადარებთ მაგალითად ძეხვს და საკუთრივ წითელ ხორცს. წითელ ხორცს შეუძლია გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადება, ის ზრდის ონკოლოგიის რისკს, ხოლო პროცესირებული ძეხვის, ოსისი და ასე შემდეგ სისტემატური მოხმარების შემთხვევაში დღეს უკვე ვიცით, რომ დიახ ის იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს. რა განსხვავებაა მარჯვენა ნახევარსა და მარცხენა ნახევარს შორის? მარჯვენა ნახევარზე წარმოდგენილი ფრინველის თეთრი ხორცი, კვერცხი, თევზი, ლობიო ან ნიგოზი, ესეც ცილოვანი პროდუქტებია, ცხოველური და მცენარეული ცილის ურთიერთშეხამება, რომელიც არ განიხილება ონკოლოგიურ ფაქტორებად და ეს არის ყველა ამინომჟავის შევსების საუკეთესო შესაძლებლობა. ცხადია, მცენარეულ წყაროებში ურთიერთგადაფარო აქ გვჭირდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის ორგანიზმის შევსების კარგი შესაძლებლობა, მით უფრო კარგი კომბინაცია მცენარეულ ბოჭკოსთან ერთად. და მოდით ვიდრე დაგემშვიდობებით, აუცილებლად გაგახსენებთ. ჩვენი წინაპრები ძალიან ხშირად ამა თუ იმ კერძს აუცილებლად მწვანილს მიაყოლებდნენ ხოლმე. აუცილებლად მიაყოლებდნენ მჟავეულს. ძალიან ხშირად გაგახსენდებათ ალბათ, როგორ მიირთმევდნენ სხვადასხვა სახით მომზადებულ კერძებს წითელი ხორცისგან.
თანმხლებით, აუცილებლად შეხამებით მცენარეულ კომპონენტებთან. ჩვენ მაწინაპარმა არ იცოდა ბიოქიმია და არც ის საკითხები, რაზედაც დღეს ვისაუბრეთ, მაგრამ მან საკუთარი სიბრძნით, ემპირიული დაკვირვებით მიაგნო საიდუმლოს, რომ მცენარეული პროდუქტები გვეხმარება დავძლიოთ რისკები, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტში დაშიფრული ონკოლოგიის ჭრილში, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც არ დაგვავიწყდება, რომ მცენარეული ბოჭკო არის ის ცოცხი, რომელიც ჩვენს ნაწლავს სისტემატურად გამოხვეტავს და უამრავი პრობლემისგან გვიცავს. ქოლესტეროლისგან, ჭარბი ქოლესტეროლისგან გვათავისუფლებს, ჭარბი ნახშირწყლებისგან გვათავისუფლებს, ის რისი შეთვისებაც ორგანიზმისთვის არც თუ ისე ხელსაყრელია და არც ბაქტერიებს მოსწონთ გადასამუშავებლად და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უამრავი ონკოფაქტორისაგან გვათავისუფლებს. სწორედ ასეთი ჯადოსნური ცოცხი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი პროდუქტი ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის ჯგუფიდან, რომელსაც თქვენ მე ეჭვი მაქვს, რომ დღეიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღებით გამოიყენებთ ყოველდღიურ რაციონში. მე ამით გამშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.